ვიწყებთ თბილისში ერთი რაღაც ძალიან მიმდებარე გაწყობილია რეგიონიდან და განსაკუთრებით ყველაზე ევროპული ქალაქიდან. ქუთაისში ორგანიზაცია AIP საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ოფიციალურად 14 დეკემბერს გაიხსნა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, 1 ივლისს გაუქმდა. სწორედ ამიტომ ცენტრის უკვე ყოფილმა თანამშრომელმა მარიკა ვაჭარაძემ გადაწყვიტა მას როგორც ერთ რიგით მოქალაქეს განეხორციელებინა ის საქმიანობა, რაც სახელმწიფოს ვალდებულება უნდა ყოფილიყო. დღევანდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ფაქტობრივად საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ უკვე სხვა პლატფორმიდან განაგრძობს მუშაობას და ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან დატვირთული დღეები, რომლებიც სრულად მიეძღვნება საინფორმაციო კამპანიებს და დატვირთული იქნება საინფორმაციო შეხვედრებით მუნიციპალიტეტებში, სოფლებში. ეს ორგანიზაცია მხოლოდ იმერეთის რეგიონს არ ფარავს, ეს ორგანიზაცია ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს. თქვენ მოგახსენებათ, რომ რამდენიმე თვის წინ 1 ივლისს გაუქმდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, რომელიც არსებობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში და რომელიც ასრულებდა ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას, როგორიც არის დეზინფორმაციული და სხვადასხვა ტიპის დაკავშირებული ნარატივების განეიტრალება არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში. გამომდინარე იქიდან, რომ შეიქმნა რაღაცა ესეთი გარკვეული ვაკუუმი, რომ არ არსებობდა ორგანიზაცია, რომელიც ამ ფუნქციებს შეითავსებდა, ძალიან სასიამოვნოა მისასალმებელი, რომ დღეს სწორედ 14 დეკემბერს 2 წლის თავზე, მას შემდეგ რაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, დაარსდა ისევ ორგანიზაცია, მართალია არასამთავრობო ორგანიზაცია, თუმცა იგივე სახელწოდებით, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებს ამ ფუნქციების შესრულებას და შეძლებს, რომ იმ მიზნებს და ამოცანებს მიაღწიოს, რასაც ნიშნავს ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირის და ნატოს შესახებ მნიშვნელობის უფრო კარგად წარმოჩინება. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ცენტრების, ასეთი კერების გაჩენა საქართველოში, რადგანაც ეს უნდა გახდეს ცენტრი საქართველოს მომავალზე საუბრის. ეს დღევანდელი დღეც არის, მაგრამ უფრო მეტად მომავალია, იმიტომ რომ ევროპული ინტეგრაცია ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ ყოფას ეხება. ის ეხება განათლებას, ჯანდაცვას, სოფლის მეურნეობას, სოციალურ პოლიტიკას და ასე შემდეგ. ყველაფერს, რასაც ადამიანის ცხოვრებაზე ასახვა აქვს, ყველაფერს ეხება ევროპული ინტეგრაცია. მე ვისურვებდი, რომ ევროპული ინტეგრაცია ისევ დაუბრუნდეს თავის ძველ ნიშნულს და კიდევ უფრო გაძლიერდეს, უფრო აქტიური გახდეს და მან მიაღწიოს იმ დონეს, რომ თითოეული ადამიანი იგრძნობს, რამდენად კარგი არის, რამდენად სტაბილურია, ეკონომიკურად ძლიერია ევროპული საზოგადოება. არის საქართველოს საზოგადოებაში AIP-ის ოფიციალური გახსნის ღონისძიება პანელური დისკუსიების ფონზე წარიმართა. ყურადღება გამახვილდა ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში არსებულ გამოწვევებზე. საუბარი ასევე შეეხო ნეიტრალიტეტის საკითხს, თუ სად დგას ახლა საქართველო ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის კუთხით. ვცდილობ დაგანახოთ იმ ცვლილების მნიშვნელობა და მასშტაბი, რომელიც გამოიწვია 2022 წელს რუსეთის შეჭრამ უკრაინაში. სამწუხაროა, რომ ესეთი დაჭირდა ამას, მაგრამ რეალურად ფაქტი დადგა. ამ ფაქტმა საქართველოსთვის გახსნა უნიკალური შესაძლებლობა. და ეს შესაძლებლობა პირველი, რასაც გადაითარგმნა, ეს იყო ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღება. მაგრამ ეს აუცილებლად გადაითარგმნებოდა ნატოს მიმართულებით პროგრესშიც. მე არ ვამტკიცებ, რომ ჩვენ ახლა წევრები ვიქნებოდით სხვანაირად რომ მოქცეულიყავით, მაგრამ ჩვენ რეალურად ძალიან ახლოს ვიყავით იმ გადაწყვეტილებასთან, რომ მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება დარჩენილიყო და სხვა ყველაფერი მოგვარებული ყოფილიყო ჩვენ გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატოს გაფართოებას, საერთოდ ბოლო გაფართოებას ცალსახად რუსეთს უნდა უბადლოდნენ. და არა მარტო გაფართოებას, კიდე ვერც ერთმა გენერალურმა მდივანმა ნატოს იმდენი ვერ შესძინა, რამდენიც ვლადიმერ პუტინმა ვერასდროს. აი ეს შესაძლებლობის პანჯარა გაიხსნა 22 წელს. ეს შესაძლებლობის პანჯარა ერთ დღიან შედეგს ჩვენ რა თქმა უნდა არ მოგვიტანდა, მაგრამ ამ შესაძლებლობის პანჯარამ გახსნა ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც ქართველი დიპლომატები წლების განმავლობაში შეიძლება ვლაპარაკობდით, 1000 მტკიცება გვიწევდა, რომ ეს ასეა, რომ ეს ასე ხდება, რეალურად ეს არის. ახლა ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა დაიწყეს ამაზე თავად საუბარი ჩვენთან. და აი ამ მომენტში სამწუხაროდ ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელზეც ახლა არ წავალთ.
დეტალებში და ესე ეტაპობრივად როგორც ერთ ორგანიზაციაში ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე მეორე ორგანიზაციაში გავაჩერეთ პროცესი. ნატოსგან განსხვავებით, რომელიც სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაციაა და თითქოს არის ასეთი ცრუ ნარატივი, რომ რუსეთის მოქმედება არის პასუხი ნატოს გაფართოებაზე, როგორც საფრთხეზე. ევროკავშირი საერთოდ არ არის სამხედრო გაერთიანება, საერთოდ არ გულისხმობს კოლექტიური თავდაცვის მექანიზმს, მაშინ რა არის ის, რაც რუსეთს აღიზიანებს და რუსეთს საფრთხეს უქმნის. ეს უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ ცრუ ნარატივი და შესაბამისი რეფლექსია გავსვამოთ, ხო? რუსეთს აღიზიანებს და რუსეთისთვის საფრთხე სინამდვილეში სამხედრო კომპონენტი კი არ არის დემოკრატია, როგორც ასეთი. განვითარებული დემოკრატია რუსეთის საზღვართან, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებულ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც საქართველოს წარმოადგენდა, გარკვეული პერიოდი რუსეთისთვის არის ეგზისტენციური საფრთხე, იმიტომ რომ თუ 5 მილიონიან ქვეყანას შეუძლია წარმატებული დემოკრატია ააშენოს, მაშინ რატომ არ შეუძლია თქვათ ეს გააკეთოს სხვა სახელმწიფოებმაც რუსეთის გარშემო? ორგანიზაციის გახსნას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სამოქალაქო მედია და NGO სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დაისვა კითხვები და ყურადღება გამახვილდა მოქალაქეთა სწორად ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე. ჩვენ გქონდა ურთიერთობა აღმოსავლეთთან, ჩვენ გქონდა ურთიერთობა დასავლეთთან, სამხრეთთან, ყველასთან, აბსოლუტურად ჩრდილოეთთან და ძალიან კარგად ვიცით, ვინ რისი გამკეთებელია, ვინ რა გააკეთა ჩემი ქვეყნისათვის. ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ ევროპის გზა არ არის უბრალოდ სიტყვა ევროპის გზა. ეს არის ცივილიზაცია, რომელზედაც უარი შეუძლია თქვას მხოლოდ და მხოლოდ ძალიან დაბალი განვითარების ადამიანი. და ეს ოფისი ზუსტად და ეს პროექტები, ეს პროგრამები, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ და ვუსმენთ, სწორედ ამისთვისაა განკუთვნილი, რომ ადამიანებმა ისწავლონ როგორ იშრომონ, ხვალინდელი დღისათვის როგორ განვითარდნენ, როგორ მოკიდონ ხელი წიგნს და ისწავლოს თანამედროვე ეკონომიკა. ტილის სკოლები და სოფლები არ ჩანს თბილისიდან. ადამიანს ნატო ევროკავშირის მნიშვნელობაზე რო ელაპარაკები უნდა უთხრა, რომ აი შენთან რო სკოლა დაიკეტა, აი ეს სკოლა არ დაიკეტებოდა, რომ ჩვენ ნატო ევროკავშირის ასე თქვა გზიდან არ გადაგვეხვია. არავითარი უცებ არ მოტრიალებული ვართ ამ გზიდან, მეგობრებო, ჩვენ. კიდევ ვამბობ, იყო ბევრი სიმპტომი, ბევრი ნიშანი იმისა, რომ არ გამოვიდოდა ეს საქმე ერთად, მაგრამ მოდით დღეს რაც აგვაქვს ასაკეთებელი იმაზე ვილაპარაკოთ, ვიდრე კიდე ის მამაპაპისეულის სახლი, მე რო კერძო მესაკუთრე ვარ და მიწების მფლობელი ვარ, მე ვისაც მინდა ამ ჩემ მიწას იმას მიმყიდი, კეთილი და პატიოსანი, მაგრამ რამდენი ადამიანი მოინდომებს ამ მიწის გაყიდვას, ეს კი არის სახელმწიფოს საქმე. და ეს კი არის სხვანაირად დასაფიქრებელი. ამიტომ აი დღევანდელი ამოცანა რაც არის, რომ აი ნეიტრალიტეტის თემა ეს ძალიან სახიფათო თემაა. ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება ეხლა 2-3 დღის მანძილზე. აი დავანებოთ ყველანაირ წარსულს თავი. ამიტომ დღევანდელი ჩვენ მარიკა თუნებას მომცემ, აი ეს დავიგეგმოთ ამაზე, რომ ჩვენი სამუშაო დღეიდან უნდა იყოს ნეიტრალიტეტის თემა, თორე ისეთი შედეგი მოყვება ამას, რომ აი ამ წუთში თვითოული თქვენგანიც კი ვერ წარმოვიდგენს ამას. ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდით ჩვენ და უკრაინელები. წელიწადში 2 ჯერ ქონდა კონსულტაციები ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე. ერთხელ კიევში, ერთხელ თბილისში. და უცბად ეს პროცესი რადიკალურად გააჩერეს, არაბლოკური სტატუსი გამოაცხადეს და ქვეყანამ რეალურად აირჩია ნეიტრალიტეტი. ნეიტრალურ ქვეყანას დაესხა თავს რუსეთი, ისტორიაში შეცდომა აღმოაჩინა, ეს შეცდომა დაჯდა ყირიმის ფასი და ასევე კიდევ მეორე შეცდომას დაუშვიათ უკრაინელებს ისტორიაში და მეორე შეცდომა დონბასში ომის ფასი დაუჯდა ნეიტრალურ უკრაინას. ამის გარდა კიდე ერთი უახლესი ისტორიიდან მაგალითი გვაქვს, ძალიან ეფექტური, ეს არის მოლდოვა. მოლდოვამ საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე გამოაცხადა ნეიტრალიტეტი. კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ ნეიტრალური ქვეყანაა. მაგრამ დღეს მოლდოვას ზუსტად იგივე პრობლემები აქვს, რაც საქართველოს. ერთადერთი განსხვავება მოლდოვის ტერიტორიების დამოუკიდებლობა არ აქვს აღიარებული რუსეთს, თორე ჯარი უყენია მოლდოვის ტერიტორიაზე მოლდოვის მებართვის გარეშე და ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და იმ ტერიტორიებზე ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი ქვეყანა ფუნქციონირებს. შესაბამისად, ჩვენს დღესაც ვიქადაგებს იგივე ძალა, ვინც 20
10, 15 და 30 წლის წინ ქადაგებდა ამას. ამავე ძალის მხარდაჭერით მოხდა ამ ქვეყნებში ესა და შედეგად მიიღეს ეს შედეგი რაც მიიღეს. ოკუპირებული ტერიტორიები, ანექსირებული ტერიტორიები უკრაინის შემთხვევაში და ასე შემდგომ. შესაბამისად ამ ადამიანებს ელემენტარულად სულელები ვგონია, რომ დღეს ჩვენ უნდა დავიჯეროთ თურმე ნეიტრალიტეტია ჩვენთვის. ანუ ჩვენ თავარი პრობლემები რაც წარმოგვექმნა ამ ქვეყანაში წარმოგვექმნა 1991-92 წლებში, ხო? 93 წელში ჩვენ ნატოში შევდიოდით თუ რატო წაგვართვა ტერიტორიები რუსეთმა? საერთოდ არ ვიცოდით შეიძლება. ნატოს აბრევიატურას ვერ გაგშიფრავდა ალბათ მინისტრთა კაბინეტის წევრების უმეტესობა 92 წელს, ხო? ორგანიზაციის ხელმძღვანელის მარიკა ვაჭარაძის თქმით უმნიშვნელოვანესია, რომ ორგანიზაციის პრეზენტაცია სწორედ ქუთაისში შედგა და სწორედ ქუთაისიდან გაიშლება საინფორმაციო კამპანია, რაც სოფლებში შეხვედრებსაც გულისხმობს. უნდა გამოვიდეთ და ამ სიარულში ყველას მოგიაზრებთ თქვენ, რომ თქვენ იქნებით ჩვენთან ერთად, ჩვენს გვერდით და აი ამ ადამიანებთან ერთად. ჩვენ დავიაროთ კარდაკარდ. ბალდელი დედები ზუგდიდში სამეგრელოს გუბერნატორ დავით ვერავასთან შესახვედრად ჩავიდნენ. ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას. მოგვიანებით უწყებაში გუბერნატორი მივიდა, რომელმაც ბალდელ დედებს განუცხადა, რომ მათთან მისი წარმომადგენელი ჩამოვიდოდა. ადგილზე მან მოქალაქეების მოსმენა არ ისურვა. დედები ითხოვენ შეხვედრას, რომელიც იქნება საჯარო და მათ ექნებათ შესაძლებლობა ჩაიწერონ ან პირდაპირ ეთერის საშუალებით გადასცენ საუბრის დეტალები, რაზეც უარს აცხადებენ გუბერნატორის სამსახურის წარმომადგენლები. იმიტომ არ მოსულობ, რომ იმიტომ არ მოვედით გუბერნატორთან, რომ მაგათი პირობებით ვიაროთ ჩვენ. ჩვენი პირობები და ჩვენი პრობლემების წარსადგენად მოვედით და არა პირობების დასაყენებლად. ვერ გავიგებთ, რომ პირობებსა და პრობლემას შორის ყარი განსხვავება. ხორი არა განსხვავება, გეკითხებით ხალხმა. როგორ შეიძლება ასეთი რაღაცა პრობლემა არის, ჩვენი პრობლემა არის ბალდის კანიონის გაუქმება. ეგ არის ჩვენი პრობლემა, არ გვინდა არანაირი ინვესტორის შემოსვლა, არავის შემოსვლა არ გვინდა. ჩვენი სოფელი იყოს ჩვენი ხალხისთვის, ბალდის მოსახლეობისთვის. ამაში რა არის პრობლემა? გავაცით პასუხი ხალხმა, ბალდის კანიონის ხელშეკრულება გაუქმდა თუ არა? გაუქმდა თუ არა ეს? აი უბრალოდ გვინდა კითხვა ისმის, გაუქმდა თუ არა ხელშეკრულება? გაუვიდა დრო, გააქმეს თუ არა. გაუქმდეს უნდა 40-იანი იჯარაც. აი ამას ვითხოვთ ჩვენ. მეც არაფერს არ ვითხოვთ, კაცო. რაც ადგილობრივი არც საიდან პასუხი ხო უნდა გამოგვეტანა. ჩვენი არჩევანი არ იყო იჯდომა. და დუგვაყენებენ შეურაცხყოფა. შეუმანეს თემა ქვეყანამ უნდა გაიგოს. რა უსამართლო ქვეყანაში ცხოვრობ? ყველა ქართველმა უნდა გაიგოს. ეს აი საჭირო. რომ ყველა გაიგოს არ ხება უსამართლობას ეხება. ზუსტად აი იმისთვის არის ჩვენ არ ვიშლებით, აქ ვიქნებით. გითხრა გაუქმებულია თუ არა? ამას მოვიხსოვდა. გაუქმებულია ჩვენ დავზე პასუხსაც არ ვაგებთ დედა. ისევად დედები შეწუხებული. 17 დღეა გარემდგება იმაში ქუჩაში ასვალზე. მაგნები თბილ კაბინეტში ზიან იქანე და არა ყავთ დედები არა ყავთ ბებიები ნუ რაღაცა არა სოლიდარობას არ არის როდი იმას არ დაწდება გულიო საქართველოს ყოველი გოჭი მიწა იქნება ყოველწლად რა რითმა შეიძლება ჯირები საქართველოს რითი უნდა შეიძლება საქართველოს ამი გინდათ ქართულობა რატო შექმნილა ცერხა ზიხარ ეს შეიძლება ქართული ხარ ასყოდ იმის რომ რაღაცნაირად განეიტერა სიტუაცია რაღაცნაირად პრობლემის მოგვარებაზე ის რომ რაღაც შეურაცხყოფელ განცხადებებს აკეთებენ შოუს უწოდებენ ამ ყველაფერს და თითქოს კამერები ჩვენ იმიტომ გვინდა რომ შოუს ვაკეთებ და რაღაცა შოუში მონაწილეობ ეგ არის კიდევ შეურაცხყოფელი განცხადება შეურაცხყოფელი ასევე მათი დამოკიდებულება ხალხის მიმართ რომ გვემალებიან პასუხს აღწევენ და ბოლოს რაღაცა უირებს ისევ პირში გვეუბნებიან და თითქოს ზადარიან შესაძლებლად, მაგრამ მე ვიტყვა რომ არავითარ შემთხვევაში საჯარო შეხვედრა არ უნდა და ასე შემდეგ და ეხლა კამერაზეც მუშაობდა ეს ადამიანი თითქოს აიქვენ ზადვარ შესაძლებლად. მაგრამ სინამდვილეში არ უნდა რომ უბრალოდ მოგვიცინონ შევართ შეხვედრაზე არ იქნება ჩანაწერი და მე უნდა ვამტკიცოთ ეხლა ჩვენ შიგნით რა იყო რა ვისაუბრეთ რა დაგვიგებთ და ასე შემდეგ. არ ვართ აზროვნები იმის გამო ცილს გავწმებენ
და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვიზახეთ, რომ საჯარო შეხვედრა ჭირდება, არა იმიტომ რომ კამერებთან გამოშვით, არამედ იმიტომ რომ ვერავინ ვერ მოახერხოს სრულ ინფორმაციის გავრცელება, ცილის წამება ადამიანის მიმართ და საზოგადოებას შეეძლოს დამოუკიდებლად გამოიტანოს აზრი ამ საუბარზე, ამ დიალოგზე. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ეს არის ჩვენი არგუმენტი, ასე რომ ისინი ვერ გვეუბნებიან ვერანაირ არგუმენტს, რატოს არ უნდათ, თუმცა ჩვენ ვიცით ის არა არის სიმართლე, ვიცით ის დაშავებულია, ვიცით ის გულგრილები არის ადამიანების მიმართ და ასე შემდეგ და ალბათ არ უნდა რომ ეს წარმოაჩინოს და ხალხმა ამის ჩვენება მოახერხოს საზოგადოებას. ცნობისთვის ბალდელმა დედებმა გუშინ მე-16 ღამე გაათენეს ღია ცის ქვეშ, წვიმასა და ყინვაში. მათი მოთხოვნაა დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის კანიონის კორუფციული სქემით დადებული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ განაცხადოს. ბალდაში პროტესტი თითქმის 800 დღეა გრძელდება. ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნების კომპანიას, ეგრეთ წოდებულ ინვესტორს, ატრაქციების მოსაწყობად მიცემული ვადა 2 კვირაა მოეწორა. ბალდის მოსახლეობა ითხოვს 40 წლიანი იჯარის ხელშეკრულება მთლიანად გაუქმდეს, კანიონი ხელუხლებელი დარჩეს და ხალხს დაუბრუნდეს. ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების, მათ შორის ოქროს ზოდების და ვერცხლის მონეტების შემოტანის 5 ფაქტი აღიკვეთა. საბაჟო სამსახურის ინფორმაციით ამოღებული არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 93,364 ლარი შეადგინა. დარღვევის ფაქტებზე საქართველოსა და უცხოეთის 2 მოქალაქის მიმართ საქმის მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 3 მოქალაქე საქართველოს საბაჟო კოდექსის 172 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საერთო ჯამში 25,761 ლარით დაჯარიმდა. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ფონიჭალას დასახლებაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი საცხოვრებელი სახლის ჭრეკისას ნივთმტკიცება დამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით 297 შეკვრად დაფასუებული სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება და 491 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 160 160 კვარტა და 161 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ანუვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხრესილის ბრძოლიდან 268 წელი გავიდა. თარიღთან დაკავშირებით მოქალაქეები ქუთაისში შეიკრიბნენ და 1757 წელს ქართველების ოსმალებზე გამარჯვება გაიხსენეს. სოლომონ პირველის ბრძოლა მტკიცე სამეფო ხელისუფლების შესაქმნელად დასავლეთ საქართველოს გასაერთიანებლად და ოსმალთა ბატონობის წინააღმდეგ მეფესა და ოსმალებს შორის ურთიერთობა უფრო გაამწვავა. ოსმალები განსაკუთრებით ვერ ეგუებოდნენ სოლომონის ბრძოლას ტყვეთა ყიდვის წინააღმდეგ. 14 დეკემბერს დაიწყო პირველი საომარი მოქმედებები. დეკემბრის ბოლოსთვის იმერეთის სამეფო თითქმის მთლიანად გაიწმინდა ოსმალური გარნიზონებისაგან და გავლენისაგან. სოლომონ პირველი ითვლება იმერთა აღმშენებლად, ხოლო ხრესილი მეორე დიდგორად. ხრესილის გამარჯვებას მოჰყვა ოსმალთა გეგმების სრული მარცხი. მათი გავლენის კლება რეგიონში შეუქცევად პროცესად იქცა. ოსმალებმა დაკარგეს ყველანაირი კონტროლის საშუალება იმერეთის სამეფოზე. ნელ-ნელა შემცირდა ტყვეთას ყიდვის მასშტაბები. ოსმალთა წინააღმდეგ დაიწყო ძვრები გურიაში, აფხაზეთსა და სამეგრელოში. ეს იყო უდიდესი ომი. საერთოდ ყველა ომი საქართველოში გამორჩეულია, მაგრამ ყველაზე დიდი გამორჩეული არის დიდგორი, ბასიანი და ხრესილის ომი. ეს ომი ყველა ვინც ბრძოლოდა, მათ ჰქონდა ასეთი წონა, რომ ეს ომი უნდა მეეგოთ. აი, თქვათ ახლა პირიქით, რომ ომი რო წაეგო, თურქები სისხლს დააყენებდნენ ოკრიბაში, ეკლესია, მონასტრებს დაანგრიდნენ, ტყვეებს ეიყვანდნენ და მტერი სამჯერ მეტი იყო, მაგრამ ვაშკაცურად სოლომონის ცხოველით იბრძოდა ჩვენი ჯარისკაცები და წყვინალე ომი მოიგო. დიდი როლი ახლა კიდევ ითამაშა აფხაზეთთან ხოტლია შარვაშაძე 2000 ჯარისკაცი დაახმარა. ეს ჯარში ძალიან დიდი მნიშვნელობა არის და მოკლედ თელ საქართველოს მინდა მიულოცო დღევანდელი დღე, აგრეთვე მინდა მიულოცო ოკრიბლებს. ქართველებმა უდიდესი გამარჯვება მოიპოვეთ ამ უთანასწორო ბრძოლაში. თურქი ჯარისკაცები დავამარცხეთ ოკრიბაში. ეს ოკრიბელი ვარ, ქართველი ვარ წულით და არ შეიძლება და დღეს ვარ მოსულიყავი აქ. იმიტომ რომ ოკრიბამ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს გამარჯვებაში თურქ სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში და ნამდვილად გაუმარჯვოს
საქართველოს და დღევანდელი ხელისუფლება კი აკეტერებს, როგორმე ქართველები განდევნოს აქედან და არაბები, უცხოელები, ინდუელები, თურქები, პაკისტანელები ჩამოვასახლოს ქართველების ხარჯზე. ეს იქნება უდიდესი დანაშაული და ღალატი და ამას დადგება დრო და ყველას პასუხი მოეთხოვება ამაზე, ვინც ჩვენი ქვეყანა ამ დღეში ჩააგდო, გაამათხოვრა, გააღატაკა, მაინც ღმერთი ჩვენსკენაა, ღმერთი გამოვხედავს და საქართველოს გაიმარჯვებს, დიდება საქართველოს. ისტორიულმა მუზეუმმა ევროპის მემკვიდრეობის დღეებს 2025-ს უმასპინძლა. 2025 წლის ევროპის მემკვიდრეობის დღეების თემა გახლდათ არქიტექტურული მემკვიდრეობა ფანჯარა წარსულში კარი მომავლისკენ. აღნიშნული თემის ფარგლებში მუზეუმში რამდენიმე დროებითი გამოფენა გაიხსნა, მათ შორის ქუთაისის არქიტექტურული მემკვიდრეობის ნიმუშები, ძველი ქუთაისი, ქუთაისის ხიდები, ქართულ მინიატურაში გაცოცხლებული არქიტექტურული ნიმუშები და უცხოელ მოგზაურთა ჩანახატებში წარმოდგენილი ქართული არქიტექტურის ნიმუშები. მუზეუმში მოსწავლეებისათვის არქეოლოგიური გათხრების იმიტაციის კუთხეც მოეწყო. გამოფენებთან ერთად ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2025 სხვა ღონისძიებებსაც მოიცავს. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულმა მუზეუმმა ევროპის დღეების ფარგლებში უმასპინძლა რამდენიმე გამოფენას. ამ გამოფენებიდან გამოვყოფდი გამოფენას, რომელიც ქუთაისის ევროპულ არქიტექტურას ეხება. საბედნიეროდ მუზეუმის ფონდებში დაცულია ათობით პროექტი და ასობით ფოტოდოკუმენტი, რომელიც მე-19-20 საუკუნეების დასაწყისის ქალაქის იერსახეს ასახავს. და ამ არქიტექტურულ პროექტებში თუ ფოტოებში კარგად ჩანს ის კურსი, რომელიც ქალაქის არქიტექტურაში იყო ჩადებული მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან. ერთი მხრივ ეს არის მცდელობა ეროვნული არქიტექტურის იდენტობის შენარჩუნებისა და მეორე მხრივ ეს არის ევროპული არქიტექტურა, რომელიც ქალაქში საბედნიეროდ ამ შენობების დიდი ნაწილი დღემდეა შემორჩენილი და მატერიალურად ცოცხლად აჩვენებს, რომ დიახ, ჩვენ ევროპის სით მივდიოდით. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიხსნა ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2025, რომელიც გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებათა ერთობლიობა. ის დაფუძნდა 1954 წელს პარიზში და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმისთვის პატივია ყოველწლიურად მიიღოს აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობა. წლევანდელი ევროპის მემკვიდრეობის დღეების თემა გახლავთ არქიტექტურული მემკვიდრეობა ფანჯარა წარსულში კარი მომავლისაკენ. აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით რამოდენიმე დროებითი გამოფენა გავხსენით და შევეცადეთ მუზეუმის ფონდებში დაცული ის არტეფაქტები გამოგვეტანა, სადაც ნათლად ჩანს ყველა არქიტექტურული დეტალი. ხელნაწერთა ფონდიდან, მათ შორის ხელოვნების განყოფილებიდან, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კი მოსწავლეთათვის განვახორციელეთ არქეოლოგიური გათხრების იმიტაცია. ევროპის მემკვიდრეობის დღეებს დახურავს კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანებისა და მუზეუმის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის ეთნოლოგიური ესკიზები, გამარჯვებულთა დაჯილდოვება და გაერთიანებასა და მუზეუმს შორის ფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ღონისძიების ფარგლებში ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ახალგაზრდებმა რამდენიმე ლექსი წაიკითხეს, შესრულდა მუსიკალური ნომრები. სიმღერე და დავუჩოქეთ მიწას მუხლებით. მას გამარჯვება თბილოს სიცოცხლებ დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრდენ. ვინ მისცა ფერი მუხრანის ღვინოს, ვინ მისცა ფერი არაგვისველებს, სანამდე უნდა რომ ზედეგინოს გავარვარებულ ოქროს თაველებს. სხვა რომ მოკვდება მისთვის რა არის? წავა გაქრება როგორც სიზმარი, მე კი რა ვიყო ამ გოლიათუთებს, რომ მქონდრის კაცსაც დევა დაგანთებს. ნეტავს სადაობს ამზვარებს ბოლო, ვინ დარგო ერთად ამდენი ვაზი, სჯობს აღარ გქონდეს სულად სამშობლო, ანდა არ იყოს ასე ლამაზი. სხვა საქართველო მაინც სად არის? რომელი კუთხე, რომელ ქვეყნისა, ვის თუთქავს ასე ცეცხლის ღადარი ქვეყნად სამოთხე სხვას ვის ეღირსა? დაუბადებულვარ რომ ვიყო მონა და საქართველოს მედგას უღელი. მას გამარჯვება თბილოს სიცოცხლე, დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრდენ.
ევროპის მემკვიდრეობის დღეები ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული და ყველაზე ფართოდ გავრცელებული კულტურულ ღონისძიებათა ერთობლიობაა. ის ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერ 50 ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება.